1872 წელი, დეკემბერი, ატლანტის ოკეანე. ბრიტანული გემი დეიგრატი ამჩნევს შუაგულ წყალში ამერიკულ სავაჭრო გემს. მისი სახელია მერი სელესტე. მალე ბრიტანელები შეამჩნევენ, რომ გემზე თითქოს არავინ არის. დაინტერესებთ მშვიდობაა თუ არა და გადაწყვეტავენ, რომ ახლოს მივიდნენ და ამერიკული ხომალდი თავად შეამოწმენ. რასაც ბრიტანელი მეზღვაურები ნახავენ, ამ ამბავზე წყლობით ილაპარაკებენ და გაჩნდება უამრავი კითხვები. ჩატარდება არაერთი ექსპერტიზა და გამოძიება. თუმცა დღემდე პასუხგაუცემელია თუ რა მოხდა მერი სელესტას გემზე. მოდით ერთად ვნახოთ, რა დახვდათ ბრიტანელ მეზღვაურებს ამერიკულ ხომალდზე. დეიგრატიას მეზღვაურები მერი სელესტზე ავიდნენ. მათ საოცარი სურათი დახვდათ. გემი წყლით არ იყო დაზიანებული და სრულიად იყო გამართული. ტვირთი თითქმის ხელშეუხებელი იპოვეს. კაპიტნის კაიუტაში პირადი ნივთები, ტანსაცმელი, სამზარეულოში საჭმელი და წყალი წესრიგში იყო. გემი არ იძირებოდა და არ ჰქონდა სერიოზული პრობლემა. ერთადერთი რაც აკლდა, ეს იყო ადამიანები. ეკიპაჟის არც ერთი წევრი, არც კაპიტანი, არც მისი ოჯახი აღარ ჩანდა. რა მოხდა მერი სელესტზე? ეს კითხვა უკვე 150 წელია ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო მისტერიაა. მოდით დავიწყოთ სულ თავიდან. გემი მერი სელესტე გადის ნიუ-იორკიდან 1872 წლის 7 ნოემბერს. კაპიტანი ბენჟამინ ბრიქსია. მასთან ერთად არის მეუღლე და მათი პატარა შვილი, სოფია. ასევე ეკიპაჟის სხვა წევრები. გემის დანიშნულებაა იტალიაში ტვირთი 1701 კასრი ალკოჰოლური სპირტი, ეთანოლი უნდა ჩაიტანოს. ეს იყო ძალიან ძვირფასი და სარისკო ტვირთი, რადგან ადვილად აალებადი იყო. გემი მერი სელესტე გავიდა ნიუ-იორკიდან 1872 წლის 7 ნოემბერს. იგი ატლანტის ოკეანეში აღმოაჩინეს 1872 წლის 4 დეკემბერს, ანუ დაახლოებით 27 დღეში. ბენჟამინ ბრიქსი ეს იყო ძალიან ცნობილი კაპიტანი იმ დროისთვის. 1835 წელს იგი დაიბადა მასაჩუსეტსში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის იყო ძალიან გამოცდილი, როგორც აღვნიშნე, ერთ-ერთი იმ დროის ყველაზე სანდო კაპიტანი და თავადაც იყო მეზღვაურების ოჯახიდან, საზღვაო ოჯახიდან, ასე რომ ვთქვათ. მისი ძმა იყო კაპიტანი და თავად ძალიან ბევრ გემზე მუშაობდა, სანამ გახდებოდა კაპიტანი. მას იცნობდნენ როგორც ღრმად რელიგიურ ადამიანს, იყო ძალიან გაწონასწორებული, მშვიდი და პასუხისმგებლიანი. როგორც აღვნიშნეთ, მასთან ახლდა ცოლი სარა და მისი 2 წლის გოგონა, სოფია მატიას ბრიქსი. ეს უჩვეულო იყო, ბევრი კაპიტანი ოჯახს ასე დიდ მოგზაურებაში იშვიათად ატარებდა, მაგრამ ბრიქსი იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ და თან კარგად იცოდა ეს მარშრუტი, რომ ოჯახიც თან წაიყო. ასევე გემზე იყო 7 მეზღვაური. ყველა მათგანი შერჩეული იყო პირადად ბრიქსის მიერ. ეკიპაჟი შედგებოდა გამოცდილი მეზღვაურებისგან, არც ერთი არ იყო ახალგაზრდა და ახალბედა ასევე. ეს ნიშნავს იმას, რომ გემზე პროფესიონალები იყვნენ და შემთხვევითი შეცდომა ნაკლებად მოსალოდნელი იყო. როცა მერი სელესტე აღმოაჩინეს 1872 წლის 4 დეკემბერს, გემი დაზიანებული არ იყო. წყალი და საკვები საკმარისი ჰქონდა. ტვირთი ხელუხლებელი იყო, მხოლოდ რამოდენიმე კაცრი სპირტი ჟონავდა. მაგრამ ერთი პატარა ნავი, სამაშველო ნავი, აკლდა გემს. ეს ერთადერთი იყო, რაც ადამიანებთან ერთად გამქრალიყო. სწორედ ამ ფაქტზე გაჩნდა ბევრი ვერსია. კაპიტანს შეიძლება ეგონა, რომ სპირტის აორთქლებამ აფეთქების საფრთხე შექმნა და ეკიპაჟი გადაიყვანა ნავში. შემდეგ შეიძლება დიდი ტალღები ამოვარდა და კაპიტანი ოჯახთან ერთად და მეზღვაურებთან ერთად დაიღუპნენ, მაგრამ ესეც რაღაც სიმართლეს არ გავს. როგორ შეიძლება კაპიტანს დაენახა, რომ გემს არაფერი არ მოუვიდა და უკან არ დაბრუნებულიყო. გემის აღმოჩენისთანავე, რა თქმა უნდა, დეიგრატიას ეკიპაჟმა ცარიელი გემი მიიყვანა პორტუგალიაში. შემდეგ მათ მოითხოვეს ძალიან დიდი კომპენსაცია, საკმაოდ დიდი თანხა. ამიტომ პირველი ეჭვი სწორედ მათზე გაჩნდა. გამომძებლები ფიქრობდნენ, დეიგრატიას ეკიპაჟმა ცარიელი გემი რომ მიიყვანა,
აღმოჩენისთანავე ხომ არ მოიშორა კაპიტანი, მისი ოჯახი და ეკიპაჟის წევრები და სწორედ იმიტომ გააკეთა და ჩაიდინა ეს დანაშაული, რომ ეს თანხა შემდეგ მოეთხოვა კომპენსაციის სახით. ასევე განიხილებოდა მეორე ვერსია. შეიძლება მეკობრეების თავდასხმა ყოფილიყო. ეს ვერსიაც გაჩნდა, თუმცა ტვირთი ხელუხლებელი იყო და თუ მეკობრეები დაესხმებოდნენ თავს, რასაკვირველია, სპირტსაც და სხვა ძვირფასეულობასაც მიითვისებდნენ. ასევე გამოძიება ფიქრობდა, რომ ძალიან დასაფიქრებელი იყო გემზე არსებული ნივთები. 37 წლის კაპიტანი მიუხედავად თავისი ახალგაზრდა ასაკისა ძალიან გამოცდილი იყო და ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, აწარმოებდა დღიურში ჩანაწერებს. არაფერი არ იქნა ნაპოვნი საეჭო, რადგან ყველა ნივთი მიუთითებდა იმაზე, რომ ოჯახმა სპონტანურად დატოვეს გემი. ფაქტიურად არც არანაირ საფრთხეს არ ელოდებოდნენ, არც ამინდი არ გაუარესებულა. უბრალოდ ადგნენ, ნავში ჩასხდნენ და გაუჩინარდნენ. ვიცით მხოლოდ ის, რომ მერი სელესტა იყო ამერიკული გემი, რომელიც 1872 წელს ატლანტიკის ოკეანეში დატოვებული იპოვეს. ეკიპაჟის ბედი დღემდე საიდუმლოდ რჩება. არანაირი ბრძოლის, უბედურების ან შტორმის კვალი არ აღმოჩნდა. ტვირთიც უვნებელი იყო. გემის იარაღიც ხელუხლებელი. ერთადერთი რაც აკლდა, იყო პატარა ნავი. ამის შემდეგ მრავალმა თეორიამ გამოიჩინა თავი. ზღვის მეკობრეები, ბუნებრივი კატასტროფა, ალკოჰოლის აორთქლება და აფეთქების შიში. ან კიდევ უფრო მისტიკური ახსნა. ბერმუდის სამკუთხედის მსგავსი ფენომენი. მაგრამ არც ერთი ვერსია ბოლომდე არ დადასტურებულა. ჩემთვის საინტერესო იქნება თქვენი აზრის მოსმენა. დატოვეთ თქვენი მოსაზრება კომენტარების სახით. ეხლა მოგითხრობთ ძალიან საინტერესო ამბავს, რომელ ამბავზეც ამერიკის შეერთებულ შტატებში 50-ვე შტატში საუბრობდნენ. თითქმის არ დარჩენილა პრესა, სადაც ეს ამბავი არ დაიწერა და მეტიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყურამდეც მივიდა ეს ძალიან საინტერესო ამბავი, რომელიც უკავშირდება პატარა ჯესიკას. მას ასე კარგად მოკალათით. 1987 წლის ოქტომბერი. ამერიკის პატარა ქალაქი მიდლენდი, შტატი ტეხასი. ჩვეულებრივი დილა. 18 თვის პატარა გოგონა ჯესიკა მაკლური თავის ბებიასთან ერთად უკანა ეზოში თამაშობს. ეგრეთ წოდებულ ბექიარდში, რომელიც ძალიან უყვარს ამერიკელებს, ეს არის უკანა ეზო, თითქმის ყველა საკუთარ სახლს აქვს და ძალიან მოვლილია ხოლმე ლამაზი მოლით ეს ეზოები. სამწუხაროდ ამ ეზოში აღმოჩნდა ვიწრო და ღრმა ჭა. უეცრად 18 თვის გოგონა ვარდება ჭაში, რომელიც რატომღაც ბაღში გადახდელ მდგომარეობაში იყო, თავსახური არ ეხურა და ბავშვი ჩავარდება 7 მეტრის სიღრმეზე და გაეჭხირება ჭის კედლებში. ჭის სიგანი არის 20 სანტიმეტრის. ხოლო სიღრმით ძალიან ღრმაა. ბებიამ, მეზობლებმა, ოჯახის წევრებმა სასწრაფოდ გამოიძახეს მაშველები, მალე ეს ამბავი მთელს ამერიკას მოედო, ყველამ გაიგო, რადგან ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადმოსცემდნენ პატარა ჯესიკას გადარჩენის ოპერაციას. ასობით მაშველი, ექიმი და მოხალისე იბრძოდა სიცოცხლის გადასარჩენად. ბავშვი იყო ძალიან უხერხულ პოზაში, გაჭედილი, გაჩხერილი ამ ჭაში და ქვემოთ რომ წასულიყო, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდად დამთავრდებოდა, მაგრამ ვერც ზემოთ ვერავის ვერ ამოყავდა ბავშვი. პრობლემა იყო ის, რომ ჭა იმდენად ვიწრო იყო, რომ პირდაპირ ჩასვლა შეუძლებელი გახდა. მაშველებმა გადაწყვიტეს პარალელური გვირაბის გათხრა, გვერდიდან ჩასულიყვნენ და ასე მისულიყვნენ ჯესიკამდე. და ამოეყვანათ, მაგრამ ესეც საშიში იყო, იმიტომ რომ შეიძლებოდა მიწა მთლიანად ჩამოშლილიყო, ასევე იყო საშიშროება, რომ ჯესიკა კიდევ უფრო ღრმად არ ჩავარდნილიყო და მოკლედ ეს ყველაფერი მხოლოდ მაშველებს არ გადაუწყვეტიათ. იქ მუშაობდა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც გადაწყვიტა ამ ოპერაციის ისე გაგრძელება, როგორც გაგრძელდა. სამუშაო გრძელდებოდა 58 საათი, 2 დღეზე მეტი.
ამ დროის განმავლობაში პატარა ჯესიკა რასაკვირველი არ ჭამდა, არ სვავდა, მხოლოდ ოდნავ მოძრაობდა, ის ძალიან ცუდ პოზაში იყო გაჩხერილი ბავშვი და ხან წიროდა და ხან მღეროდა ვინი-პუხის სიმღერას. მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში პროფესიონალიზმის მაღალი დონე და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ უნდა გაკეთებულიყო პარალელური გვირაბი, სადაც ჩავიდოდნენ და ჯესიკას უსაფრთხოდ ამოიყვანდნენ. ძალიან მამაცი მაშველები, მოკლედ და არაჩვეულებრივად საპატივცემულო ხალხი მთელ მსოფლიოში იწყებენ ამ ოპერაციას, როგორც გითხარით 58 საათი გაგრძელდა ეს ყველაფერი და როგორც იქნა ჯესიკამდე მივიდნენ, მაგრამ იმდენად უხერხულ პოზაში იყო ბავშვი, რომ ძალიან საფრთხილო იყო მისი იქიდან ამოყვანა. რაღაცნაირად მოახერხეს და ამოიყვანეს ჯესიკა, გადარჩა და ამ ყველაფერს ხალხი ტაშით შეხვდა, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში ყველა უყურებდა. ესაც ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ფოტო, რომელიც მოვიპოვე ვიკიპედიიდან და სიცოცხლემ გაიმარჯვა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ისტორია, ვფიქრობ, ჯესიკას შესახებ.